ანტიფას წინააღმდეგ ბრძოლა ამერიკის ფარგლებს გასცდა და ევროპაში გადაინაცვლა. შტატების ხელისუფლებამ ტერორისტულ ორგანიზაციად ანტიფასთან დაკავშირებული 4 ევროპული დაჯგუფება გამოაცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მემარცხენე რადიკალთა ქმედებები დასავლური ცივილიზაციის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის. ანარქისტმა მებრძოლებმა ტერორისტული კამპანია გააჩაღეს შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, რათა სასტიკი თავდასხმების დასავლური ცივილიზაციის საფუძვლებს ძირი გამოუთხარონ. ევროპის მემარცხენე ორგანიზაციების წინააღმდეგ მიღებული ზომებით შტატები ანტიკაპიტალისტური, ანტიამერიკული და ანტიქრისტიანული ძალებისგან თავის დაცვას ცდილობს. ამერიკის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ეს დაჯგუფებები 20 ნოემბრიდან უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადდებიან. ანტიამერიკული, ანტიკაპიტალისტური და ანტიქრისტიანული ტერორისტული დაჯგუფებებისგან ქვეყნის დასაცავად შეერთებული შტატები განაგრძობს ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას. ოფიციალური ვაშინგტონის მიერ განსაკუთრებით საშიში ორგანიზაციების სიაში გერმანული, იტალიური და ბერძნული მემარცხენე ჯგუფები მოხვდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით აგრესიით გამოირჩევა გერმანული გასამხედროებული დაჯგუფება ოსტი, რომელიც მემარჯვენე ძალებს თავს ხშირად ესხმის. ანტიფა ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც განსხვავებული აზრის ჩასახშობად და ოპოზიციის წინააღმდეგ საბრძოლოდ გამოიყენება. მათი დამფინანსებლები ამბობენ, რომ დემოკრატია ცოცხალია და კიდევ უხდიან ასობით მილიონ ევროს საჯარო შენობების მიტაცებასა და განადგურებაში. 2023 წელს ანტიფა ოსტი ტერორისტულ ორგანიზაციად უნგრეთმაც გამოაცხადა. ოფიციალურმა ბუდაპეშტმა მსგავს ზომას მას შემდეგ მიმართა, რაც ანტიფას წევრებმა 9 ადამიანის სასტიკად სცემეს. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ანტიფა ოსტი პოლიტიკური აქტივიზმი არ არის, არამედ ულტრამემარცხენე ტერორიზმია. ევროპარლამენტი კი ტერორისტს პასუხისმგებლობისგან დეპუტატის ხელშეუხებლობით იცავს. ამერიკის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა უცხოურ ტერორისტულ საფრთხეთის მემარცხენე ორგანიზაციების გამოაცხადა, რომლებიც კონსერვატიზმისა და მემარჯვენე აქტივიზმის წინააღმდეგ ევროპაშიც მოქმედებენ.